აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია. აფხაზეთის მთავრობის ახალ თავმჯდომარედ უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ლევან მგალობლიშვილი ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოიწონა და დღეს დეპუტატები უკვე მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ გუნდს განიხილავენ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყო კანდიდატების მოსმენის პროცედურები. აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ მარგიანი რჩება. აფხაზეთის მთავრობის ახალ გუნდში ასევე ორი ყოფილი მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დარჩებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად წარდგენილია ლაშა ქარდავა. განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით მორგოშია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ძიგუაა. უმაღლეს საბჭოში დღეს მიმდინარეობს განხილვის პროცედურა. კომიტეტები, ფრაქციები დღის განმავლობაში განიხილავენ წარმოდგენილ კანდიდატებს. სამი ახალი კანდიდატია პრინციპში, სულ 6 წევრია, თავმჯდომარის გარდა. აქედან 3 ძველ შემადგენლობაშიც იყო და ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. არის 3 ახალი კანდიდატურა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღის განმავლობაში, მთელი სამუშაო დღის განმავლობაში კომიტეტები შეძლებენ მათთან გასაუბრებას და წარმოადგენენ თავიანთ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. მთავრობის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს ძირითადი აქცენტები გაკეთდა მათ ხედვებზე, ზოგიერთი უფრო მეტი გამოცდილება, ზოგიერთს უფრო ნაკლები, მაგრამ ჩვენ და სასიამოვნოდ ყველას აქვს ძალიან, მე ვიტყოდი, საკმაოდ თამამი ინოვაციური დამოკიდებულება, როგორ უნდა შეცვალონ ზოგიერთი მომენტები. ახლა გარკვეული სისტემა შექმნილია სამინისტროებში საქმიანობის, გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებიც არის უდავოდ, მაგრამ ძალიან ბევრია საკითხი, რომელიც შეცვლას უნდა დაექვემდებაროს.